Moqarashtovisa მეგობრებო, თქვენ მოგხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს ვისაუბრებთ ლომის კარიბჭეზე. მოკლედ, დაგვირდით, რომ 8-ში დაგიდებთ მეთქი ვიდეოს, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენ ლომის კარიბჭესთან და ძალიან დამიგვიანდა ამ ვიდეოს დადება, იმიტომ რომ ბევრად უფრო ადრე მინდოდა რომ ამეტვირთა, მაგრამ არ მინდოდა რომ სულ ეს ვიდეოს გარეშე დამრჩენოდით და მეწუნეთ, მგონი ძალიან ბევრ საქმეს ვაფუჭებ ახლა იმითი რომ ახლა ამ ვიდეოს ვიწერთ, მაგრამ მინდა რომ ჩემი პირობა შესრულდეს, აუცილებლად და თქვენ ეს ვიდეო ნახოთ აუცილებლად დღეს და დღეს მიიღოთ, იმიტომ რომ გქონდეთ შესაძლებლობა აისრულოთ ამ თვის განმავლობაში თქვენი სურვილები და გქონდეთ ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და გამორჩეული არის იმით, რომ დღეს არის ლომის კარიბჭე 8 აგვისტო 08:08 სარკისებული ციფრები არის. შესაბამისად, ეს პერიოდი არის ჩათვალეთ აი პორტალების ბუმი, როდესაც 1-2 თუ 1-4 სწრაფად სრულდება თქვენ მიერ ჩაფიქრებული სურვილები და აი უსწრაფესად. აი შეიძლება დღეს რო ჩაიფიქრებთ სურვილს, არ ვიცი, სექტემბრის ბოლომდე უკვე ასრულებული გქონდეთ, წარმოიდგინეთ, ეს არის უმოკლესი ვადა, რაც კი შეიძლება დიდ სურვილებთან გქონდეთ. ნებისმიერი ტიპის დიდი სურვილი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, ოღონდ რელევანტური არ უნდა იყოს რაღაცა სასწაული ისეთი, რომ აი არარეალური არ უნდა იყოს, მოკლედ რა, ეხლა რაც შეიძლება რომ მართლა შესრულდეს და უბრალოდ არ ვიცი, მილიონის ჩაფიქრება შეგიძლიათ, ოღონდ ეს მილიონი თქვენთვის რამდენია განსაზღვრული უნდა გქონდეთ და პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ უნდა გქონდეთ ამის მიმღებლობა. თუ ფულის ჩაფიქრებას აპირებთ, იცოდეთ, რომ თქვენ უნდა გქონდეთ მიმღებლობა. და მე თქვენ ამისთვის ძალიან კარგ საშუალებას გასწავლით, როგორ უნდა გქონდეთ მიმღებლობა, თუ კი ფულის ჩაფიქრება გრძელთ. ჯერ მოდი ვიტყვი რიტუალს, რომელიც უნდა ჩაატაროთ და შემდგომ ვიმუშაოთ იმ ნაწილზე, სადაც თქვენ იქნებით ღია და გახსნილები დიდი ფულის მისაღებად. მოდი დავიწყოთ ჩვენი ვიდეო. დაგჭირდებათ ამისთვის ცარიელი ფურცელი. მე ეხლა გაჩვენებ ბლოკნოტიდან, იმიტომ რომ ცარიელი ფურცელი ძალიან ბევრი ვეცებე, მაგრამ არ მაქვს მაპატიეთ. ცარიელი ფურცელი დაგჭირდებათ, აი მაგალითად აქედან ამოვხევ ერთ ფურცელს. კარგი იქნება თუ იქნება ყველანაირად უნახატო, ყველანაირად უწარწერო. ფერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც და მაინც შავ ფურცელს გამოიყენებთ, ეხლა გაგიშტებით მაგისთვის. კალამის ფერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ოქროსფერი იქნება, ბევრად კარგი იქნება თქვენთვის. მოკლედ, გვაქვს ესეთი ფურცელი, რომელიც უნდა დაიჭიროთ, აი ესე, ამოტრიალებული, თაბარის ფურცლებით ვიჭირავთ, ამოატრიალეთ და წერთ თქვენს სურვილს. მაგალითად, მე ვარ მარიამ ფაილაძე. აი მაგალითად წერას არ დავიწყებ, მაგრამ აი ესე მე მარიამ ფაილაძე დაწერთ. ჩემს სახელს არა, თქვენი სახელი უნდა დაწეროთ. მაქვს ესა და ეს. აი მაგალითად მე მაქვს სახლი. ასეთი და ასეთი, როგორიც მინდათ რომ გქონდეთ. არ ვიცი, მაგალითად კომფორტური, ლამაზი, რა ვიცი, აუზი მინდა რომ გქონდეს, ეზოიანი მინდა რომ იყოს და ასე შემდეგ. ყველა დეტალი კარგი იქნება შიდა ინტერიერში თუ დაახასიათებთ თუ ეს სახლია, თუ ეს მანქანაა, ყველანაირად აღწერეთ რა მოდელი, რა ფერი, როგორი, აუცილებლად დააკონკრეტეთ რომ იყოს გამართული მანქანა. აუცილებლად დააკომენტარეთ და ზუსტად რომ იყოს უპრობლემო მანქანა, კარგი მანქანის ვაიბები უნდა წარმოიდგინოთ, იმიტომ რომ მქონია ეგეთი შემთხვევები, რომ რაღაცა რო ჩამიფიქრებია და ის ერთ დეტალის განსაზღვრა გონებაში რო დამვიწყებია, მერე მიფიქრია, რომ აი როგორ მუშაობს სამყარო, ხო შეიძლება და რომ დამეკონკრეტებინე. დააკონკრეტეთ, ყველაფერი დააკონკრეტეთ, რაც შეიძლება. დეტალებში უნდა გაწეროთ, უნდა ესკალაცია მოახდინოთ ყველაფერს საერთოდ. აი საერთოდ ყველაფერი დეტალებში უნდა ჩამოწეროთ. და მე დაწერთ
რას გრძნობთ, როდესაც თქვენ უკვე ის გაქვთ, აწმყო დროში იწერება ეს სიტუაცია, რომ ვარ ბედნიერი, ვარ გახარებული, სახლი რომ მაქვს ვარ მშვიდად, ვარ კარგად, მაქვს უსაფრთხოება და ასე შემდეგ, მოკლედ ყველა ის ემოცია და შეგრძნება, რომელიც ამასთან დაკავშირებით გაქვთ და შემდგომ ვაკეთებთ ესეთ რაღაცას, ვაწერთ მადლიერებას, მადლობა სამყაროს, ასრულებულია. მადლობა სამყაროს, სახლის ნიშანი ასრულებულია. და აქაც სახლის ნიშანი. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე გადავდივართ. უნდა დავხაზავთ სამკუთხედი. და უფრო აქ დაწერეთ თქვენი სურვილი და ეხლა რას ვაკეთებთ, ნახეთ? ვიწყებთ სამკუთხედის ხაზვას ზემოდან. ჯერ უნდა ჩამოვიდეთ აი ესე, მარცხენა მხარეს. მარცხნივ უნდა იყოს სამკუთხედის მეორე წერტილი. შემდეგი წერტილი ჩამოვდივართ უკვე მარჯვენა მხრიდან. მარჯვენა მხარეს გადავდივართ. ეს ყველაფერი ხდება მეგობრებო პირამიდაში. პირამიდაში უნდა იყოს თქვენი წარწერა. პირამიდის გარეთ წარწერა არ უნდა გადადიოდეს. შევაერთებთ ამ პირამიდას შემდგომ მესამე ხაზი, ისევ აქედან მარჯვნიდან მარცხნივ, საუკეთესოდ მარცხნიდან მარჯვნივ. მარცხნიდან მარჯვნივ და გვაქვს უკვე სამი კედელი. სამივე კედელზე ვაწერთ ასრულებულია. ოღონდ აი ამ წერტილების ქვეშ უნდა მიაწეროთ ასრულებულია. ასრულებულია. სამივე მხარეს უნდა იწეროს ასრულებულია. შემდეგ რას ვაკეთებთ? ვადებთ ხელს და მაქსიმალურად ჩვენი ვიბრაცია უნდა გადავცეთ აი ამ ფულსელს. გინდათ ხელები გაუსვით, გაუხახუნეთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ენერგია გადავიდეს აქ. და ეს ხდება ხახუნის ძალით. ხახუნით უნდა გადაიტანოთ ენერგია, კარგად თქვენი ენერგიის დამუხტოთ და წარმოიდგინოთ გონებაში ვიზუალიზაციით, როგორ მოდის ეს ყველაფერი თქვენამდე და როგორ იღებთ ამით ბედნიერებას, სიამოვნებას, კმაყოფილებას, მადლიერებას. ყველაფერი ეს უნდა შეიგრძნოთ ბოლომდე აწმყო ასრულებულ მდგომარეობაში, რომ თქვენ ეს უკვე გააქვთ და თქვენ ბედნიერი ხართ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს სიყალბით, ანუ განაიც რომ თავს დააჯეროთ ძალით, რომ ეს ყველაფერი გაქვთ და ბედნიერი ხართ, ანუ რეალურად უნდა გაბედნიერებდეთ ეს, რომ აი ეს უკვე გააქვთ. შეგრძნების დონეზე უნდა გადმოიტანოთ მომავლიდან ეს სურვილი თქვენამდე. უნდა გადმოიტანოთ სხვა გაზომილებიდან შეგრძნების დონეზე ეს ყველაფერი თქვენამდე. ამისათვის საჭიროა რწმენა. ამისათვის საჭიროა იგრძნოთ ეს ყველაფერი. ამისათვის საჭიროა მთელი ემოცია ჩადოთ ამ ყველაფერში. იმიტომ რომ ასე ვახდენთ გავლენას იმაზე, რომ პარალელური სამყაროებიდან ჩვენს რეალობაში გადმოვიტანოთ ჩვენთვის სასურველი სურვილი და დავჯდეთ აი ამ ტალღაზე, ესე რომ ვთქვათ. ხო. შემდეგ ვიღებთ ამ ფურცელს, რომელზეც უკვე სურვილი გვაქვს დაწერილი და ამ ფურცელს არ გადაკეცავთ. უნდა აიყოთ თეთრი სანთელი და თეთრ სანთელზე დაწვათ ეს კონკრეტული სურვილი. ცეცხლის სტიქიას გადაუხადეთ მადლობა მაქსიმალურად, სანთელს დაელოდეთ, რომ ბოლომდე ჩაიწვას და შემდგომ დარჩენილი ნამწვევები გაატანეთ ქარს. სანთლის ცვილი, რომელიც უკვე ბოლომდე ჩაიწვება, შეგიძლიათ ჩამარხოთ მიწაში სახლიდან მოშორებით და მადლიერების ნიშნად რამოდენიმე ტკბილეული, კანფეტი იქნება ეს თუ შოკოლადი იქნება თუ რა იქნება, დატოვეთ ჯანსაღი ხის ქვეშ. ეს არის თქვენი სურვილი. ეხლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენ ბლოკი მოიხსნათ მიმღებლობაზე. ეს არის პატარა ფსიქოლოგიური და თან ენერგეტიკული ხრიკი, რომელსაც ვაკეთებთ გაცნობიერებისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ბლოკებს. ამ ტექნიკას, რომელიც ახლა მე დღეს თქვენ უნდა გასწავლოთ, ეხება საკითხს, როდესაც თქვენ გსურთ თქვენს გარემოში გააჩინოთ სივრცე.
სივრცე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მივიღოთ ახალი ენერგია, ანუ გამოვანთავისუფლოთ ძველი ჩაკეტილი წრეები და გავხსნათ სივრცე ახლისთვის და ეს ახალი სივრცე შევავსოთ აი ამ ენერგიით, რომლის მიღებაც ჩვენ გვინდა. პირველ რიგში ამ ტექნიკას ეხება მიღების კარიბჭე, შპარგალკას მოვიშველიებთ, რომ თან დეტალურად აგიხსნათ ყველაფერი და არაფერი არ გამომრჩეს. პირველი ნაბიჯი ამ ტექნიკისთვის მნიშვნელოვანია იპოვოთ 7 თავისუფალი სივრცე. ეს შეიძლება იყოს თქვენს ოთახში, ოღონდ აუცილებელია რომ იყოთ მარტო. აუცილებელია იყოთ მარტო, ან თუ მეგობრებთან აკეთებთ ჯგუფურად აი ამ პროცესს, ესეც მისაღებია, ოღონდ მთავარია გქონდეთ სიმშვიდე, ნაკლებად იხმაუროთ საწყის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და მაქსიმალურად შეიცადოთ, რომ იყოთ სინქრონიზაციაში, თუ კი ამას აკეთებთ ჯგუფურად. ანუ ნუ გაფანტავთ ენერგიას სხვა თემებით, კონცენტრირდით სურვილებზე. პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ როდესაც ამ სივრცეს იპოვით, შეარჩიოთ თუნდაც თქვენთვის სასიამოვნო მუსიკა, შეიძლება იყოს როგორც მანტრები, ოღონდ მანტრები, რომელიც უშუალოდ ჰერცებით არის აწყობილი და არა ინდუისტური მანტრები, რომელსაც ხშირად ნახულობთ ხოლმე ინტერნეტში. არამედ ეს უნდა იყოს ჰერცები ყველანაირი ტექსტის გარეშე, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამას. კარგი იქნება სარელაქსაციო მუსიკაც ან შამანური მუსიკა, რომელიც დრამებზე არის, დრამის ენერგიებზე არის აწყობილი. მოკლედ, პირველ რიგში რას ვაკეთებთ? ცოტა ხნით უნდა იდგეთ ფეხზე, როდესაც უკვე მუსიკას ჩართავთ და იგრძნობთ, რომ მზად ხართ პროცესის დასაწყებად, იყავით ფეხში შველი ამ პროცესში, სხვადასხვა კარგი იქნება ბუნებაში თუ გააკეთებთ ამას, თუმცა სახლში შეიძლება. იყავით ფეხში შველი და დახუჭეთ თვალები. ფეხზე დადექით და დაიწყეთ სიარული, ირგვლივ თქვენს ახლო-მახლო ტერიტორიაზე და შეიგრძენით, როგორ უკავშირდებით მიწის ენერგიას. წარმოიდგინეთ, რომ მიწის ენერგია თქვენში ფესვებს ზრდის, თქვენი ფეხებიდან უნდა ჩადიოდეს ენერგია იატაკში ან მიწაში. გააჩნიეს სად აკეთებთ ამას. ეს უნდა მოხდეს მაქსიმალური ვიზუალიზაციით, თვალები გქონდეთ ამ პროცესში დახუჭული, რომ მაქსიმალურად კარგად გქონდეთ წარმოდგენილი ეს პროცესი და დაინახეთ, როგორ უკავშირდებით მიწას, რამდენად მყარად გახართ მიწასთან. კარგი იქნება ირგვლივ თუ გექნებათ სანთლები დანთებული, თუ ბუნებაში ხართ ამ შემთხვევაში, თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ კოცონი დაანთოთ, უკეთესი იქნება, მაგრამ სანთლებით შეიძლება, თუ სახლში ხართ, სანთლების ამბავი კარგი მარტივდებათ, გქონდეთ ირგვლივ სანთლით მოცილი გარემო და თქვენ გახართ ფეხზე, წარმოიდგენთ აი ამ მიწაში დაკავშირებულ ენერგიებს, ფესვებს, რომელიც გადგმული არის მყარად და ამბობთ შემდეგ რამეს. მიწის წყლის, ცეცხლის და ჰაერის ძალით ხსნი წმინდა სივრცეს, ვიწვევ ჩემი სულის მიგზურებსა და მფარველებს, ტოტემურ ცხოველებსა და წინაპართა სიბრიზნეს, რომ იყვნენ ჩემს გვერდით ამ პროცესში. დააკვირდით სხეულებრივ შეგრძნებებს, როდესაც ამას წარმოთქვამთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამოიწეროთ ეს სიტყვები, მაგრამ თქვით მაქსიმალური შეგრძნებით. შემდგომ კიდევ ერთხელ შეიგრძენით, როგორ ხართ დაკავშირებული მიწასთან, რამდენად ჰაეროვნად ხართ, რამდენად აი ეს ჰაეროვნება მიწდება, ანუ ჰაერის ენერგიაში კი არ ხართ გაფანტული, არამედ მიწას უკავშირდებით. შეიგრძენით ეს ყოველივე, რამდენად ხართ დედაბუნებასთან, დედაბუნების ენერგიებთან დაკავშირებული და წარმოიდგინეთ, მთელი ეს დაძაბულობა და ბლოკები, რომელიც შინაგან დონეზე გაწუხებთ, როგორ ჩაედინება თქვენს ფეხქვეშ მიწაში. მნიშვნელოვანია, რომ იპოვოთ, დააკვირდეთ ჯერ თქვენს სხეულში, სად გრძნობთ ბლოკს. შეეკითხეთ თქვენს თავს, რა გაკავებთ, რისგან გსურთ განთავისუფლება, რის გამოც დაუშვათ იბლოკებით იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველი მიიღოთ. აი მაგალითად, თუ გსურთ მიიღოთ $1,000,000, რა გაკავებთ, რა გიშვით ხელს ამ ყველაფერში ფსიქოლოგიურად.
ენერგეტიკულად რა გბლოკავთ, იპოვეთ აი ეს ბლოკი. რა გაკავებს, რა გიშლის ხელს? შენს ქვეწნობიერს დაუშვი ეს შეკითხვა და შეიგრძენი სხეულის რომელ წერტილში გრძნობს სიმძიმეს. სხეულის რომელ წერტილში გრძნობა სიმძიმეს, ზუსტად იმ ადგილას არის დაძაბულობა. ზუსტად იმ ადგილას არის ბლოკი და ეხლა ეს ბლოკი უნდა გავხსნათ. მოკლედ, შენი სურვილის ასრულებაში, რაც იშლის ხელს და მიღებაში, ეს ბლოკი თუ უკვე სხეულში აღმოაჩინე, შეიგრძენი ეს ბლოკი, ეს შავი ენერგია, ის დაძაბულობა, რასაც გრძნობ. დაინახე რა ფერია. ეხლა კი ვთქვი ისე შავი, მაგრამ შეიძლება სხვა ფერი წამოგივიდა. შეიძლება აქვს რაღაცა გარკვეული ფორმა, სტრუქტურა. დაინახე რა არის ეს, როგორ გამოიყურება, როგორი შეგრძნება მოგდის, როდესაც ამას უყურებ და გაუშვი ეს ყველაფერი. აღიარე და გაუშვი. გაუშვი შენს ფეხქვემოთ. წარმოიდგინე, როგორ გადის ეს ენერგია შენი ფეხებიდან და ან თავისუფლებ მთლიანად მას. მიწაში ჩადის ეს ენერგია და შენ თავისუფლდები ამ ბლოკისგან. თუ ჯერ კიდევ გიჭირს აი ამისგან განთავისუფლება, დაუშვი შენ თავს კითხვა, რა გბლოკავს, რისგან გიცავს ეს მდგომარეობა, ის მდგომარეობა, რატომაც შენ დაუშვათ რაღაცას ვერ იღებ. სიტყვაზე თუ მე ვერ ვიღებ $1,000,000, რატომ ვერ ვიღებ, რისგან მიცავს მე ეს ვერ მიღება, რისგან მიცავს. შეიძლება მიცავდეს შიშის შეგრძნებისგან არ გამხვდონ. შეიძლება მიცავდეს იმის შეგრძნება, რომ შეკავება რო ვერ შეძლო ამ ფულის, შენარჩუნება რო ვერ შეძლო. ან დახარჯვის მეშინოდეს, ან არის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. დააკვირდით სხვა შემთხვევაში ეს რომელია, რისგან გიცავთ. ნებისმიერ საკითხზე არის ეს მარტო ფულზე არ ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. ნებისმიერ საკითხზე შეიგრძენით, რისგან გიცავთ ეს. აღიარეთ ეს მდგომარეობა. აღიარეთ, გაანთავისუფლეთ. დაინახეთ თქვენს გულში, როგორ იხსნება სივრცე ოქროსფერი შუქით. თითქოს დედაბუნებიდან ჩამოდის ეს ოქროსფერი შუქი თქვენი თავის გავლით გულამდე და ამ გულიდან გამოდის ეს ენერგია და ვრცელდება თქვენს სხეულში. განთავისუფლებთ ამ ბლოკებისგან, ამ შიშებისგან, წმინდავთ. თავისუფლდებით ამ ბლოკებისგან, იქნება ეს საკუთარ პირად დონეზე, იქნება ეს წინაპრების დონეზე, თუ იქნება წინა ცხოვრებების დონეზე. შეიგრძენით ეს შუქი, როგორ განთავისუფლებთ აი ამ ბლოკისგან და შეიგრძენით, როგორ ივსებით აი ამ ოქროსფერი შუქით, რომელიც მოიცავს მთელს თქვენს სხეულს და ეს სავსე აი იმ ენერგიით, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენი სურვილის ენერგიითაა ეს ოქროსფერი შუქის სავსე. მიიღეთ ეს ენერგია მაქსიმალურად თქვენში, შეიგრძენით, მიიღეთ სიამოვნება და გამოხატეთ მადლიერება ამ პროცესით. და წარმოთქვით, მე ვხსნი ჩემს გულსა და არსებას იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემს უმაღლეს სიკეთეს ემსახურება. ვიღებ სიყვარულს, სიმშვიდეს, შესაძლებლობას და სიხარულს. მადლობა სამყაროს მიღებული წარმატებისთვის ჩემს სურვილში. გაიმეორეთ ეს, შეგიძლიათ წაიკითხოთ, არ არის დაზეპირება აუცილებელი და შეიგრძენით გულიდან კიდევ უფრო მეტად, როგორ კაშკაშებს ეს სინათლე, ფართოვდება და ქმნის მიღების ველს. ამ ენერგიის მიღების ველს თქვენს არსებაში, თქვენს სხეულში. გადაუხადეთ მადლობა მიღების შემდგომ თქვენს წინაპართა სულებს, იმ მფარველებს, რომელიც მოვიხმეთ თავის დროზე. დედამიწის ენერგიებს, სტიქიებს გადაუხადეთ მადლობა, მადლიერება გამოხატეთ სამყაროსადმი, მადლიერება გამოხატეთ საკუთარი თავისადმი და შეგიძლიათ, როდესაც უკვე იგრძნობთ აი ამ ენერგიის ინტეგრაციას თქვენში, გაახილოთ თვალები. მოიკომფორტულოთ გარემო, მაქსიმალურად, თუ ჯგუფურად აკეთებთ, გადახედოთ ერთმანეთს, თუ დამოუკიდებლად აკეთებთ, შეიგრძნოთ თქვენი თავი, აღიქვათ სივრცე
და დავუცმეთ 5 წუთის საჩუმეს. მიეცით თქვენს თავს იმის უფლება, მიიღოს ეს ენერგია თქვენში. და გადაიხადეთ მარტო. სულ ეს იყო ჩემი შეფასება. ეს ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს, არა მხოლოდ ლომის კარიბჭის პერიოდში, არამედ ნებისმიერ ახალ მთვარეობაზე ან სავსე მთვარეობაზე, უფრო მეტად არის სასურველი. თუ აი ამას შამანური დრამების ფონზე გააკეთებთ, ბევრად უფრო სახალისო იქნება და ბევრად დატვირთული იქნება ენერგიებით. წარმატებებს გისურვებთ. გარდა ამისა, მინდა რომ ერთი ორაკულის არკანი ამოვიღო თქვენთვის, რა ენერგიებს გჩუქნით სამყარო აი ამ ლომის კარიბჭის პერიოდში. დღეს ვიყენებ ჰეკატეს გზის ორაკულს და ვნახოთ თქვენთვის რა ინფორმაცია არის, რას გჩუქნით სამყარო აი ამ ლომის კარიბჭის პერიოდში. რას გჩუქნით სამყარო ამ ლომის კარიბჭის პერიოდში. ნახოთ. ლომის კარიბჭე გთავაზობთ განკურნებას. თქვენში შემოდის მეგობრებო განკურნების ენერგია. ვიღაცისთვის ეს არის კუნდალინი ენერგია. მე კუნდალინი ენერგიაზე თქვენ აუცილებლად გესაუბრებით. გველი ძირითადად გამოხატავს კუნდალინს, რომელიც ჩვენს ენერგიას აქტიურობს და კურნავს. თქვენ შემთხვევაში ეს მაკურნებელი ენერგია იქნება მნიშვნელოვანი და ამავდროულად ამოგდით ჩირაღდანი. ჩირაღდანი არის გზის გამაფართოვებელი, გზის გამხსნელი, გზის მაჩვენებელი, რომელიც თავაზობს სიტუაციებიდან გამოსავალს, რომელიც ნებისმიერ ბნელ წერტილში გვაპოვნინებს სინათლეს, რომელიც გველთან ერთად თქვენი ჭკუით, თქვენი გონებით და გონივრულობით გაპოვნინებთ გამოსავალს ყველა იმ სიტუაციაში, სადაც შეიძლება თავს გრძნობდეთ ყველაზე არ ვიცი, გამოუვალა და ალბათ, აი რო გგონიათ რომ რაღაცა არ გამოვა, იმიტომ რომ აი როგორ თუ სიტუაციაში ხართ, რეალურად გამოსავალი შემოვა ლომის კარიბჭის პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. დააკვირდით ამ დღეს, ეს დღე იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი განკურნებისთვის. თუნდაც ის ტექნიკა, რომელიც მე თქვენ ახლა გაგეზიარებთ, ამას თქვენ თუ ახლა გააკეთებთ, ეს იქნება ნამდვილად მაკურნებელი. მაკურნებელი ყველა არა იმ კონკრეტულ საკითხზე მაკურნებელი, რომელშიც მოიაზრებთ, ესე რომ ვთქვათ, თქვენს სურვილს. ანუ რაზე სიმუშავებთ, იმ საკითხში განიკურნებით. ეს ვოკის მოხსნის ტექნიკა ვიღაცისთვის იქნება ინტენსიური, ანუ რამოდენიმე ჯერ მოუწევს ამის აკეთება, ვიღაცისთვის მოხდება ეგრევე. ამიტომ ის თუ იმ მომენტში არ განთავისუფლდით ამისგან, ამან არ შეგაშინოთ, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალური დრო ჭირდება თავისი ბლოკის გასახსნელად. ვიღაცას გაჭირდება ამ ტექნიკის რამდენჯერმე გაკეთება ერთ და იგივე საკითხზე, ვიღაცას გაჭირდება ერთხელ და რაღაცა საოცარი შედეგი ექნება. აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი შედეგები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება და კომენტარების ხელში დამიფიქსირეთ, რამდენად მოგეწონათ ეს ტექნიკა და თუ კი შეასრულებთ, შედეგების აუცილებლად გამიზიარეთ. მე კი დაგემშვიდობებით ნახვამდის.